რუსეთმა დღეს საჯაროდ უარი თქვა ომის გაკენვის კიდევ ერთ წინადადებაზე და მხოლოდ მისი გაფართოებით იმუქრება რუსეთის ტერიტორიაზე ახალი დარტყმების ფონზე. რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აზრით მხოლოდ რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების პრელუდია. დღეს 10 აგვისტოს უკრაინულმა უპილოტო აპარატმა დარტყმა მიაკენა ნიჟნეკამსკს ტატარსტანში. დილით 13 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 39 დაშავდა. რასაც უკვე უწოდეს ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა რუსეთზე ბოლო 2 წლის განმავლობაში და ეს ხდება 2 ურთიერთგამომრიცხავი სიახლის ფონზე. გამოცემა The Atlantic წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინულ დარტყმებს რუსეთზე განიხილავს როგორც მოლაპარაკებების პრელუდიას. ზუსტად ისე როგორც ის განიხილავდა დაბომბებს ირანის შემთხვევაში. თითქოს საჭიროა კიდევ ცოტა რუსეთი დაბომბონ და ვლადიმერ პუტინი აუცილებლად დათანხმდება მოლაპარაკებებს. ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების გაყინვა არ იქნება. და რუსეთი მზად არის იბრძოლოს კიდევ დიდხანს და დამღლელად, სანამ არ მიაღწევს მიზნებს, რომლებიც ჩემი აზრით უკვე თვითონ ვლადიმერ პუტინმაც აღარ ესმის. ამ გამოშვებაში განვიხილავთ ორივე მხარეს და ვეცდებით გავიგოთ, მოსკოვის მხრიდან ეს ბლეფია თუ რეალობა. რეალური მზადყოფნა კიდევ ძალიან დიდხანს იბრძოლო. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. კალენდარზე 10 აგვისტოა. მოდით ერთად განვიხილოთ ბოლო სიახლეები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწევეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მოდით დავიწყოთ ეს გამოშვება უკრაინული უპილოტო აპარატის დარტყმით ნიჟნეკამსკში, თათრეთში, რადგან სწორედ ეს არის ის ფონური მოვლენა, რომლის ფონზეც ისმის დღევანდელი ყველა სხვა განცხადება. ნიჟნეკამსკი მდებარეობს მოსკოვიდან 1000 კილომეტრზე მეტით აღმოსავლეთით. იქ მდებარეობს დიდი ტექნოლოგიურად განვითარებული ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის ტანეკო, ტაიფენკე და სიბურის ობიექტები. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დიდი ხანძარი და კვამლის სვეტები იმ რაიონში, რომელიც ასე ვთქვათ, გავს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის დამახასიათებელ კოშკებს. მე ვფიქრობ, დაზიანების მასშტაბის შესახებ ცოტა მოგვიანებით გავიგებთ, როცა უკვე ზუსტი სატელიტური სურათები გამოჩნდება. ეს უკვე პირველი თავდასხმა არ არის კონკრეტულად ამ კომპლექსზე. 8 ივლისს და 12 ივნისსაც ის უკრაინული უპილოტო აპარატების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. საერთოდ უკრაინა თითქმის ყოველდღიურად ბოლო თვეებში შორ-მანძილზე მოქმედი დრონებით ურტყამს რუსეთის ნავთობის ობიექტებს. ამ კამპანიამ საწვავის დეფიციტი გამოიწვია მთელ რუსეთში. დარტყმა მიაყენა ნავთობის გადამუშავებას და მაინც თუნდაც ოდნავ შეაშფოთა რუსული საზოგადოება. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამას კამპანიად მოიხსენიებს, რომელიც მიზნად ისახავს ვლადიმირ პუტინი აიძულოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და შეაჩეროს ველური რუსების 4 წელზე მეტი ხნის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ამავე კონტექსტში დღეს ქვეყნდება The Atlantic-ის მასალა, რომელიც ახალ აქამდე უცნობ დეტალებს ამხელს. The Atlantic-ის წყაროების თქმით, აშშ-ში უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას აწვდი. მათ შორის მონაცემებს რუსეთის ჯარების პოზიციებზე უკრაინაში და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავად რუსეთში დარტყმებისთვის. ასეთ პოლიტიკაში დამსახურებას წყაროები მიაწერენ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს ჯონ რედკლიფს, რომელიც როგორც ირწმუნებიან, ციტატა The Atlantic-იდან, იგი აოცებს დონალდ ტრამპს გოლფის თამაშის დროს რუსეთის ბრძოლის ველზე დანაკარგების შესახებ საოცარი მონაცემებით, ასახელებს ციფრებს, რომლებიც თვეში 40,000-ზე მეტ ადამიანს აღწევს. შემდეგ კიდევ ერთი ციტატა დასავლეთის დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, რომელიც ჯონ რედკლიფის ლოგიკას ხსნის. ტრამპს არ უყვარს დამარცხებულები. და აი გამოცემა The Atlantic აღნიშნავს, რომ უკრაინა ეხლა ამჟამად შეერთებულ შტატებში აღიქმება როგორც მხარე, რომელიც იმარჯვებს. და ამ ფონზე ტრამპის მიდრეკილება, უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე, აშკარად მცირდება. The Atlantic-ის მასალის საკვანძო ფრაზა ასე ჟღერს. ზელენსკი თავის ღამის დარტყმებს რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე შორ მანძილზე მოქმედ სანქციებს უწოდებს. შესაძლოა ტრამპი ამ დაბომბვებს მოლაპარაკებების პრელუდიადაც კი განიხილავს. ისე როგორც ის მათ ირანის შემთხვევაში განიხილავდა.
ანუ ეს იგივე სქემაა, რომელსაც ჩვენ ორმუზის სრუტესთან მიმართებაში განვიხილავდით. თავდაპირველად სამხედრო ზეწოლა, შემდეგ კი შეთანხმება სწორედ ამ ზეწოლის ფონზე. ყოველ შემთხვევაში ტრამპს ასეთი მიდგომის ჯერა. სხვათა შორის ამავე დიდ მასალაში აიხსნება, რატომ ჭიანურდება უკრაინაში პატრიოტის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემის საკითხი. ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა გამოცემას განუცხადა, რომ კომპანიები Raytheon და Lockheed Martin ციტატა ეშინიათ, რომ უკრაინელები იპოვიან გზას პატრიოტის გაუმჯობესებისთვის და შემდეგ დაიწყებენ ამ სისტემების წარმოებას ინდუსტრიულ მასშტაბებზე უფრო სწრაფად და მნიშვნელოვნად იაფად, ვიდრე ამას არსებული საწარმოო ხაზები ამერიკის შეერთებულ შტატებში შეძლებენ. ანუ აქ აფერხებს არა მხოლოდ გეოპოლიტიკა, არამედ ბანალური შიში კონკურენციის მიმართ საკუთარი თავდაცვითი კონტრაქტორების მხრიდან. და უკრაინამ უკვე აჩვენა, რომ ნამდვილად შეუძლია იპოვოს საკმარისად იაფი გადაწყვეტილებები. აი თვითონ რუსეთშიც კი დარტყმების ფონზე აგრძელებენ რუსული ბრბოს მომზადებას ხანგრძლივი ომისთვის. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, ციტატა რუსეთი არ წავა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გაყინვაზე ომის პირველადი მიზეზების აღმოფხრის გარეშე. როგორც არაერთხელ უთქვამს რუსეთის პრეზიდენტს, ჩემს მხრივ დავამატებ, ფუმფულა გაუგებრობა ვლადიმერ პუტინი. პირველადი მიზეზების აღმოფხრის გარეშე ამ კრიზისის გაყინვა შეუძლებელია. და აი გალუზინის ვერსიით, ზელენსკი ამ ეტაპზე სრულიად დაკარგა კავშირი რეალობასთან და ცდილობს ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავოს. შემდეგ გალუზინმა ცალკე აღნიშნა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები და სწორედ აქ გამოჩნდა ყველა რუსის ნამდვილი სახე. ეს სიბინძური ამოვიდა ამ ბრბოდან. გალუზინმა აღნიშნა დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ თვითონაც ხომ ხვდება, რომ მთელ მსოფლიოს აბსოლუტურად არ აინტერესებს, სადღაც ტატარსტანში, ნიჟნეკამსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თუ იწვის, საერთოდ არავის ადარდებს ეს. ამიტომ რას აკეთებს ჩვეულებრივი არსება რუსი? მან განაცხადა, რომ დარტყმები ხორციელდება კასპიის მილსადენის კონსორციუმზე. ციტატა რომელიც პირველ რიგში მუშაობს ყაზახეთის ეკონომიკის ინტერესებისთვის. იმედი გამოთქვა, რომ სოფლიო საზოგადოება ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას, მათ შორის ისინი, ვისაც გავლენა აქვთ კიევის რეჟიმზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, რომელთა ნავთობისა და გაზის კომპანიები კასპიის მილსადენის კონსორციუმის აქციონერები არიან. ანუ ეხლა დაუბანელი რუსი ცუცუნებს და ითხოვს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით დასავლეთს, ევროპას, ამერიკას, რომელსაც ასე სძულთ, სთხოვთ შეაჩერონ უკრაინა ნოვოროსიისკე დარტყმებისგან, სადაც კასპიის მილსადენის კონსორციუმის მარშრუტი გადის, სხვა ქვეყნების ინტერესებზე მიუთითებს, იმიტომ რომ თავად რუსებს ამაზე არაფერი შეუძლიათ. და ეს რუსული ბრბო, როგორც წესი, როცა თვითონ ვერაფერს აკეთებს, ის უცებ იხსენებს საერთაშორისო სამართალს, იმაზე რომ თითქოს მსოფლიოში არსებობს რაღაც წესები, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედო. ამბობს, აი ჯულეთ კიევი, რატომ უტყამენ ნოვოროსიისკს? ეს ხომ ყაზახეთის ინტერესებია, ამერიკისა და ევროპის და ასე ცდილობენ ისინი მანიპულირებას და ზეწოლას მსოფლიო საზოგადოებაზე. ამავე დროს გალუზინმა შეერთებული შტატების მოქმედებები უკრაინის მიმართ წინააღმდეგობრივად შეაფასა. შემდეგ მოჰყავს მისი ციტატა. თავად მეტყველებს ამერიკული იარაღის მიწოდების გაგრძელება კიევის რეჟიმისთვის, სადაზვერო მონაცემების გადაცემა და სხვა დახმარება. რაც არ შეესაბამება მშვიდობისკენ სწრაფვას. შემდეგ მან გაიხსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკ რუბიოს ბოლო განცხადება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი არ არის მიუკერძოებელი შუამავალი და დაამატა ციტატა: "ყველა ამ საკითხს მკვეთრად ვაკენებთ ვაშინგტონთან მიმდინარე კონტაქტების დროს." ამასთან გალუზინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის განახორციელოს თავისი მიზნები ანკორიჯის წესების გათვალისწინებით. ეხლა მათ ჰქონდათ ანკორიჯის სული, შემდეგ იყო ანკორიჯის შეთანხმებები, ეხლა კი ანკორიჯის გაგებები. ხო და ბიჭებმა გადაწყვიტეს ამ წესებით ემოქმედათ და მიიჩნევს შესაძლებლად დიპლომატიურ მოგვარებას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. და უნდა გვესმოდეს, რომ გალუზინის ეს განცხადებები ხომ უბრალოდ ვაკუუმში არ გაჩნდა. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებების ელჩმა როდიონ მიროშნიკმა განაცხადა, რომ თავად რუსეთმა უნდა მოემზადოს საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი გაგრძელებისთვის, რადგან ციტატა დასავლელებმა გააკეთეს ფსონი კონფლიქტის გაგრძელებაზე. აქაც გალუზინიც და მიროშნიკიც ბოლომდე აჭერენ, რომ თითქოს რატომ დასავლეთ და ევროპაც ამერიკაც აგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რატომ აგრძელებენ ისინი უკრაინის დახმარებას? აი მათი ლოგიკით.
მსხვერპლის დახმარება თავდაცვაში არის ესკალაციაზე დადეს ფსონი. ანუ რა თქმა უნდა მოსკოვი ელოდა რომ საკმარისად სწრაფად დაიკავებდა კიევს. როცა ვერ მოახერხეს დაპყრობა, გადაწყვიტეს დასავლეთზე ზეწოლა ეცადათ. იმ მიზნით რომ დასავლეთს რაც შეიძლება სწრაფად შეეჩერებინა უკრაინის დახმარება. რუსებმა მშვიდად დაიკავეს იმდენი ტერიტორია, რამდენიც სჭირდებოდათ და გამოაცხადეს გამარჯვება. არ გამოუვიდათ, დასავლეთი აგრძელებს დახმარებას. ანუ კიდევ ერთხელ, რუსების ლოგიკა იმაშია, რომ თუ მსხვერპლს ეხმარებიან ამ ომში, არ აძლევენ აგრესორს საშუალებას დაიპყროს უკრაინა, ეს ნიშნავს, რომ ყველა ვინც მსხვერპლს ეხმარება, ესკალაციაზე აკეთებს ფსონს. აი ნახეთ, არ აგერიოთ. მეტი რო ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ივლისის დასაწყისში დაადასტურა, რომ მოსკოვი აპირებს ომის გაგრძელებას იმ მიზნების მიღწევამდე, რომლებიც ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში დაასახელა. ეს არის უკრაინის სრული დანებება, დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების გადაცემა უკრაინის მხრიდან, ამ რეგიონებისა და ყირიმის რუსეთის კუთვნილება და აღიარება, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა, დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. მოკლედ, კრემლში ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ ეს მიუღწეველი მიზნებია, მაგრამ მზად არიან ასობით და ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაგზავნან. ასობით და ათასობით ვითხოვდი რუსი ივანების მანიაკი ვლადიმირ პუტინის ილუზიისთვის. მაგრამ იცით, ამ კონტექსტში დღეს ამ YouTube არხზე კიდევ ვისაუბრებთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. და მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი შევნიშნე და ეს დეტალი კრემლსაც ეხება, არა მხოლოდ თეირანს. საქმე იმაშია, რომ მოსკოვს აბსოლუტურად აწყობს ამ ომის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელება. კერძოდ პუტინის რეჟიმს ეს აწყობს. რატომ? იმიტომ რომ სანამ ომი გრძელდება, ყველაფრის ომზე ჩამოწერა შეიძლება. როგორც კი ომი დასრულდება, ყველა პრობლემის მოგვარება მოუწევთ. მოუწევთ ამ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების შეკეთება. და იმ პირობებში, როცა ომი აღარ იქნება, უფრო რთული იქნება აუხსნა დაუბანელ რუსებს, რატომ არის ქვეყანაში ინფლაცია, რატომ არის კოლაფსი, რატომ ინგრევა ეკონომიკა, რატომ დაიპყრო ჩინეთმა რუსეთის ეკონომიკა, რატომ დასავლეთის ბაზარი მთლიანად გავიდა რუსეთიდან, რატომ ინარჩუნებენ რუბლს ხელოვნურად და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი მოუწევთ ახსნან, მოუწევთ ყველაფერი შეაკეთონ, მოაწესრიგონ, აღადგინონ. როცა ომი არ იქნება, ამის ახსნა რთული იქნება. სანამ ომია, კიდევ შეიძლება ყველაფერი უკრაინას გადააბრალო. უნდა თქვა, აი უკრაინა გვიტევს, აი ბომბავს უაილდბერის. ამიტომ ყველაფერში უკრაინაა დამნაშავე. და რუსული ბრბო ამას იჯერებს. ისინი ამბობენ, ხო, ეს უკრაინაა, ვინც ბომბებს აკრის. მაგალითად, თქვენ ხომ უკვე ნახეთ ეს ამბები უაილდბერისთან დაკავშირებით, რომ უცებ რაღაც უცნაური გზით, საქონელი, რომელიც თითქოს და დაიწყო გამოჩენა AliExpress-ზე. და იქ რუსი მეწარმეები უკვე თავში ხელს ივთხამენ და ამბობენ, რა ხდება აქ? ჩვენ ხომ გვითხრეს, რომ ყველაფერი დაიწვა. აღმოჩნდა, რომ რაც არ დაიწვა, უაილდბერიზე უბრალოდ იღებს და ეხლა AliExpress-ზე გადაყიდის. აღმოჩნდა, რომ რუსებს უბრალოდ ყველა მხრიდან ატყუებენ. ომი რომ დასრულდება, ამას ვეღარ გააკეთებენ. იმიტომ რომ აღარ იქნება მიზეზი, რაზეც შეიძლება მიუთითონ. და ამიტომ პუტინს ხავს ადამიანები, რომლებიც მზად არიან ომი გააგრძელონ. აბა ბიჭებო, ყოველდღიისთვის უაილდბერისის სათხოვები, მაგრამ დღეს რა ვნახე? ტუ. დიდი ხანია AliExpress-ზე არ ყოფილხართ. უნდა შეხვიდეთ ბიჭებო, წამოდით გაჩვენებთ. შევდივართ AliExpress-ზე. ზებნაში ვწერთ ჩვენს ბრენდს. ჩემი ბრენდია ლავიტა. ვამატებთ კაბას. რას ხედავთ? ჩვენი ყველა ტოპი, მართალია არა ყველა. თითქმის ყველა დაიწვა. ფასი ზედმეტად მაღალია, რეიტინგი დაქვეითებულია, რაოდენობა გაზრდილია. ყველაზე მთავარს გეტყვით, თუ კი შედიხართ. ზომებიც კი ყველა მითითებულია. ანუ მთელი რაოდენობა და ყველაფერი სრულად არის მითითებული. ეს რა ხდება? ბიჭებო, ეს რა უბედურება? ჩემი დამწვარი კოსტიუმები ელექტროსტავზე იყიდება AliExpress-ზე. ჩემი ფოტოებით, ჩემი შეფასებებით. ეს რას ნიშნავს? ან საერთოდ არ დამწვარა? გამოდის რომ ისინი გაიტანეს. ეხლა ვიღაცა იქ ყიდის მათ. ეს რა არის რა? ეს რა ხდება? საერთოდ შოკში ვარ. დიახ. მაგრამ აქ მთავარი კითხვა, კრემლიდან ეს ყველა განცხადება ბლეფია თუ მაინც რეალური მზადყოფნაა კიდევ წლები იომონ? აქ უნდა უყუროთ არა რიტორიკას, არამედ იმას, რას აკეთებს რუსეთი რეალურად თავის ნახევრად ქვეყანაში ამ მზადყოფნის შესანარჩუნებლად. და აქ სურათი ერთმნიშვნელოვანი არ არის. ერთი მხრივ კრემლს ნამდვილად აქვს ომის ცოცხალი ძალით შევსების მექანიზმი, ფორმალური მობილიზაციის გამოცხადების გარეშე.
2026 წლის აგვისტოსთვის 56-მა რუსულმა რეგიონმა დააწესა ფულადი ჯილდოები, ეგრეთ წოდებული კონტრაქტით მოსამსახურეებზე მონადირეებისთვის. ერთი წლის წინ ასეთი რეგიონების რაოდენობა იყო 31. ანუ რეგიონები უხდიან ფულს მათ, ვინც რუსი ვაიოანებს უკრაინაში სასიკვდილოდ წასვლაზე იბირებს. ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ყურადღება დოტაციურ სმოლენსკის ოლქში, სადაც ამ რეკრუტერებისთვის კონტრაქტით მოსამსახურეებზე მონადირეებისთვის პრემიები 10 ჯერ გაიზარდა. კიდევ ერთხელ, ეს არ ეხება მათ, ვინც კონტრაქტს მოაწერს ხელს. ფული გადაეცემა მათ, ვინც ეძებს ამ სულელ ივანებს, რომლებიც კონტრაქტს მოაწერენ ხელს და უკრაინაში სიკვდილზე წავლენ. მეორე მხრივ, თავად ამ სქემის ლოგიკა პრობლემის ნათელი აღიარებაა და არა ძალის დემონსტრირება. თუ მოხალისეთა ნაკადი სტაბილური იქნებოდა, გუბერნატორებს არ მოუწევდათ რეკრუტერებისთვის პრემიის თითქმის 10 ჯერ გაზრდა და რეგიონებიდან ფულის გამოდალვა. Бизнеса в обход федерального бюджета на эти нужды. მაგრამ კრემლმა მიანიშნა, რომ თუ რეკრუტირება არ იმუშავებს, მობილიზაცია იქნება. ეს ნიშნავს, რომ კონტრაქტით მოსამსახურეების აყვანის არსებული სისტემა ზღვარზეა და მისი ალტერნატივა ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო არაპოპულარული და რისკიანი ნაბიჯია. მობილიზაცია. გამოდის, რომ გალუზინის განცხადება ომის გაყინვის გამორიცხვის შესახებ დიდი ალბათობით ბლეფი არ არის ცარიელი მუქარის მნიშვნელობით, არამედ რეალური პოლიტიკური პოზიცია. დრო, რომელიც იმითაა გამყარებული, რომ კრემლი ჯერჯერობით პოულობს გზებს ოფიციალური მობილიზაციის გარეშე სამხედრო მანქანა შეინარჩუნოს. მაგრამ ამ პოზიციის მდგრადობა ეყრდნობა სისტემას, რომელიც თავად აჩვენებს მზარდ დაძაბულობას. ხო, პრემიის 10 ჯერ გაზრდა ერთ წელიწადში აშკარად არასტაბილურობის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ძველი სტიმულები რუსი ივანებისთვის აღარ მუშაობს. და უკვე რუსი სულელი ივანიც კი აღარ იტყუება ვიღაც კონტრაქტზე ან დიდ თანხაზე, რადგან ხედავ, რომ იგივე ივანები უკვე წავიდნენ უკრაინაში, იქ დაიღუპნენ და ამით მათი ცხოვრება დასრულდა. და ეს ხდება ზუსტად მაშინ, როცა უკრაინული დარტყმები ნავთობ გადამამუშავებელზე, აი ნიჟნეკამსკში, თათრეთში, დღევანდელი დარტყმის მსგავსი უკრაინული დარტყმები უკვე ძირს უთხრის მთელი რუსეთის საწოით უზრუნველყოფას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვი მოლაპარაკებებზე უარს ამბობს არა იმიტომ, რომ საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივა არის მარცხის საჯარო აღიარება. და ეს მისთვის პოლიტიკურად ჯერ კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე ომის შეჩერება. ამიტომ დარტყმები უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. აქ წერტილს დავშვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ. ამ გამოშვების ქვეშ გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის. სუბტიტრები